დღეს გადაცემა ევროპული საუბრების სტუმარია რუსი პოლიტიკოსი და აქტივისტი ვლადიმირ კარამურზა. მას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ციმბირის ციხეში იმის გამო, რომ გააკრიტიკა პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღება. იგი 2024 წელს გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის დროს, თუმცა როგორც თავად მითხრა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად უყურებს რუსეთისა და უკრაინის მომავალს. ვლადიმირ კარამურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი. დიდი მადლობა, რომ ევროპულ საუბრებში გვესტუმრეთ. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს უთქვამს ეს თქვენთვის, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ წესით აქ არ უნდა იყოთ. თქვენ დაპატიმრებული იყავით 2015-17 წლებში და 5% გქონდათ ცოცხლად გადარჩენის შანსი. გითხრეს, რომ ერთი თვე გაატარეთ კომაში და მე რამდენიმე წლის წინ 25 წელი მოგისაჯეს ციმბირის ციხეში და მაინც მოახერხეთ გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადებული შეთანხმების ფარგლებში. პირველ რიგში მოგვიყევით, რაც თავს გადაგხდათ, როდესაც პირველად მოგწამლეს. მაინც რა მოხდა? ან როგორ მოხდა? როგორ მიხვდით, რაც ხდებოდა? მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული რუსულ ოპოზიციურ პოლიტიკაში. მუშაობდი ბორის ნემცოვთანაც, რომელიც რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი გახლდათ. იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც პირდაპირ კრემლის წინ მოკლეს 10 წლის წინ, 2015 წელს. მასთან სამუშაოდ 1999 წელს მივედი და რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატიც ვიყავი 2003 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლოთ ოპოზიციონერ კანდიდატებს კენჭისყრა, რაც დღეს წარმოუდგენელია. მრავალი წლის განმავლობაში ბორის ნემცოვი და მე ჩართული ვიყავით მაგნიცკის სიის მისაღებად წარმართულ საერთაშორისო კამპანიაში. იმ კანონებისა, რომლებიც პირად სანქციებს, როგორებიცაა მაგალითად ვიზის აკრძალვა ან აქტივების გაყინვა, აკისრებს პუტინისა და სხვა დიქტატორული რეჟიმების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, მათ ვინც პირადად იღებს მონაწილეობას ადამიანის უფლებების შელახვასა და კორუფციაში. და როგორც ხვდებით, ეს მაინც და მაინც არ მოსწონთ კრემლში, რადგან პუტინის გარემოცვის წევრები ძალიან დიდი ხანია მიეჩვევდნენ იმ აზრს, რომ რუსეთში იპარავენ. პირველად 2015 წლის მაისში დამაპატიმრეს. თავიდან ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ ეს რუსეთის უშიშროებამ გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე ვიცით ეს საერთაშორისო მედიის გამოძიების წყალობით, რომელსაც ბელინგკეთი უძღვებოდა. მე ამოვიცანი კიდეს კონკრეტული ადამიანები და არა მხოლოდ განყოფილება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრები, რომელთა ამოცანაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციაა. ეს მოხდა 2015 წლის მაისში. მოსკოვში კოლეგებთან შეხვედრა მქონდა და უეცრად ვიგრძენი, რომ სუნთქვა მიჭირდა. მე უკვე ვეღარც ვსუნთქავდი. უფლმა დამასხა. გული ძალიან ამიჩქარდა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, გონება დავკარგე. საშინელი განცდა, როდესაც გრძნობ, რომ კვდები. ზუსტად ამას ვგრძნობდი. ხვდებოდი, რომ დადგა დასასრული. მე საავადმყოფოში გადამიყვანეს და ექიმებმა ჩემცოლს უთხრეს, რომ მხოლოდ 5% იყო ჩემი გადარჩენის შანსი. აპარატზე ვიყავი მიერთებული. მრავალი ორგანოს დაზიანების გამო კომაში ვიმყოფებოდი და ოფიციალური დიაგნოზი, რომელიც მოსკოვის საავადმყოფოში დამისვეს, იყო გაურკვეველი ნივთიერებით გამოწვეული ტოქსიკოზი, რომელიც ნორმალურ არასამედიცინო ენაზე მოწამვლას ნიშნავს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს და მე 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად თავიდან ვსწავლობდი სიარულს, კოვზის ხელში დაჭერას. არაფერი აღარ შემეძლო. როგორც კი ფეხზე დავდექი, რუსეთში დავბრუნდი და მუშაობა განვაახლე. მაგრამ იგივე განმეორდა 2017 წლის თებერვალში. ზუსტად იგივე დიაგნოზი, იგივე მდგომარეობა. და ახლა ბელინგკეთის საოცარი გამოძიების წყალობით ვიცით, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში არსებობს სპეციალური განყოფილება. იქ მოქმედებს სპეციალური სამთავრობო განყოფილება, რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ განადგურებას, მოკვლას. ყველა მიცის, რომ თქვენ მიგიჩნევენ რუსეთში კორუფციისა და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ დაუღალავად მებრძოლ ადამიანად. რუსეთში აღარ შეიძლება იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. იქ ხალხს წამლავენ, ფანჯრიდან ყრიან, უცხოეთში ხოცავენ და ასე შემდეგ. მაინც როგორ მივიდა საქმე აქამდე? მიზეზი ის ხომ არ არის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიაქცია სათანადო ყურადღება პუტინს. გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად გამაოგნებელი და სამარცხვინო იყო დასავლეთის ლიდერების აქციელი, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. არსებობს ასეთი მითი, რომელსაც დღეს ხშირად ავრცელებს როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი ხალხი, ხშირად საკუთარი თავის გამართლების მიზნით. ამ მითის შინაარსი ასეთია, რომ ადრე პუტინი არც ისე ცუდი კაცი იყო, სჯეროდა რეფორმების, მოდერნიზაციისა და დასავლეთთან თანამშრომლობის. მაგრამ მერე რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და ახლა პუტინი აი ასე იქცევა. სინამდვილეში არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. პუტინი თავიდანვე პუტინი იყო. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი რას წარმოადგენდა ეს კაცი და საით წაიყვანდა ქვეყანას. ეს მოხდა 1999 წლის 20 დეკემბერს, სანამ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა. ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. მოვიდა მოსკოვში ლუბიანსკის მოედანზე მდებარე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სუკის შენობაში, რათა ოფიციალურად გაეხსნა იური ანდროპოვის მემორიალური დაფა. ეს კაცი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სუკის უფროსი იყო. ის იყო ერთ-ერთი
მათგანი, ვინც 1956 წელს უნგრეთში შეჭრაზე იყო პასუხისმგებელი. ის შიდა განხეთქილების ჩახშობის მომხრე იყო, როცა სუკს ხელმძღვანელობდა. ის იყო კაცი, რომელიც განასახიერებდა კომუნისტური სისტემის ყოველგვარ სიავეს და სწორედ მისი მემორიალური დაფის გახსნა მოინდომა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთში სიმბოლოებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მე კითხვა აღარ გამჩენია. პუტინი ვერ არჩევდა სხვა უფრო ძლიერ სიმბოლოს იმის ნიშნად, თუ როგორი იქნებოდა მისი მომავალი ხელისუფლება და თუ მაინც დარჩა მაშინ ვინმეს კითხვა, იმასაც გაეცა პასუხი, როდესაც თავისი პრეზიდენტობის პირველივე წელს ბატონმა პუტინმა აღადგინა სტალინის ეპოქის საბჭოთა ჰიმნი და იგი რუსეთის ჰიმნად აქცია. რა განცდა გეუფლებათ მაშინ, როდესაც გესმით, რომ ისეთი ხალხი, როგორიცაა მაგალითად ამერიკის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, ვლადიმერ პუტინს ქებას ასხამს და ამბობს, რომ მან დონალდ ტრამპისთვის ილოცა, როდესაც იგი დაჭრეს ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეკრებაზე და რომის პრინციპში კარგი ბიჭია. ვლადიმერ პუტინი ხომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერია და მან ერთხელ საჯაროდაც თქვა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა ხალხის გადაბირება იყო და ვინმეს გადაბირება რომ მოახერხო, უნდა იცნობდე თანამოსაუბრეს, უნდა იცოდე ვისთან გაქვს საქმე და მისი ნდობა უნდა მოიპოვო. აი სწორედ ამას აკეთებდა პუტინი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ჯორჯ უოკერ ბუში მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო და როდესაც პუტინი მას შეხვდა, მოუყვა იმ ჯვრის ამბავს, რომელიც დედამ აჩუქა და რომელიც გადაურჩა პუტინის აგარაკზე გაჩენილ დიდ ხანძარს. ბევრი ამისთან არ ამოთხრა და სწორედ ამის მერე გამოვიდა პრეზიდენტი ბუში და თქვა, რომ როდესაც პუტინს თვალებში ჩახედა, მისი სული დაინახა. და იცით რა, ჩემი აზრით პუტინმა სწორად გათვალა, რომ დონალდ ტრამპის გულისმოგება პირადად მისთვის მაამებლობით შეიძლებოდა. და ზუსტად ეს გააკეთა, როდესაც საუბარში ახსენა, რომ მისთვის ილოცა და ასევე ბატონ უიტკოფს მასთან ვაშინგტონში გაატანა ნახატი. ეს ზუსტად ის ხრიკებია, რომლებსაც მიმართავდა საბჭოთა და არამხოლოდ საბჭოთა უშიშროების სამსახური მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩემთვის გაუგებარია, როგორ იჯერებს სერიოზული ხალხი ამ ხრიკებს 21 საუკუნეში. მოდი ოპტიმიზმსაც შევეხოთ, რადგან როგორც ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ოპტიმისტურად უყურებდით რუსეთის მომავალს. ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებ. დიახ, სწორედ ამაშია საქმე, რადგან მაინც და მაინც დიდი იმედის საფუძველი არ ჩანს ოპტიმიზმისთვის. პუტინი ცოცხალია და კარგადაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მახსოვს დიდი ხნის განმავლობაში ხალხს ეგონა მას თითქოს სიმსივნე ჰქონდა და შემდეგ. ერთი შეხედვით არ ჩანს მისი გადაყენების შანსი. პრიგოჟინმა თითქოს სცადა ეს, მაგრამ წარუმატებლად. მე უბრალოდ პოლიტიკოსი კი არ ვარ, არამედ ისტორიკოსიც ვარ განათლებით და ერთი რამ, რასაც რუსეთის ისტორია ძალიან კარგად გვასწავლის, ის არის, რომ ყველა საკვანძო პოლიტიკური ცვლილება იქ ძალიან სწრაფად და სრულიად მოულოდნელად ხდება. მეფის რეჟიმი მე-20 საუკუნის დასაწყისში და კომუნისტური რეჟიმიც მე-20 საუკუნის ბოლოს ზუსტად 3 დღეში დაემხო და ეს არ არის მეტაფორა. ასე ხდება რუსეთში. არავინ იცის როდის ან როგორ მოხდება ცვლილება. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ მარადიული არაფერია და ყოველივეს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც ექნება. მსოფლიო ისტორიაში ყველა დიქტატურა დაემხო. გეგულებათ ვინმე არსებული რეჟიმის წიაღში, ვისაც პუტინის დამხობა უნდა. უამრავი ადამიანია დღეს რუსეთში, რომლებიც არაფერში არ ეთანხმებიან არსებულ რეჟიმს. კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ ომს. როდესაც ციხეში ვიჯექი, ყოველთვე ათასობით წერილს ვიღებდი ქვეყნის ყოველი კუთხიდან იმ ხალხისგან, რომელიც არასდროს მინახავს. წერდნენ ისეთი ქალაქებიდან, რომლებშიც არასდროს ყოფილ ვარ, ზოგიერთის სახელიც კი არ ვიცოდი. და ეს ხალხი პოულობდა დროს და სხვათა შორის რისკზე მიდიოდა ამით, რათა მოეწერა ჩემნაირი კაცისთვის, ასე ვთქვათ, ხალხის მტრის ოფიციალური ციხის საკორესპონდენციო სისტემის გავლით. ეს წერილები თქვენამდე ცენზურას გადიოდა? ზოგი კი, ზოგი არა. თუმცა ბევრს ამოწმებდნენ, რადგან სავალდებულოა, რომ წერილმა ციხის ცენზურა გაიაროს. და რა თქმა უნდა, ზედ საკონტაქტო ზუსტი ინფორმაცია უნდა მიუთითო. ხალხი მწერდა, რომ ისინი ჩემსავით ფიქრობდნენ. იმავეს ფიქრობდნენ ამ ომთან დაკავშირებით, რასაც მე. გეხსომებათ, გასულ წელს ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა რუსეთის პუტინის ცირკისა და რამდენიმე წინასწარ დამტკიცებული მასხარას მონაწილეობით, რომლებიც პუტინის პარალელურად იყრიდნენ კენჭს და უეცრად გამოჩნდა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი, პარლამენტის ყოფილი წევრი და ადვოკატი ბორის ნადეჟდინი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს როგორც ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი, რომ იგი უკრაინაში ომის წინააღმდეგია და მას ერთ დღეში დაასრულებს. ხალხს ამაზე წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდა. მოულოდნელად მთელ რუსეთში, დიდ თუ პატარა ქალაქებში მისი კამპანიის ოფისებთან საათობით დადგა რიგში ხალხი, რათა ხელი მოეწერათ მისი ნომინაციის პეტიციისთვის და ეს მთელ ქვეყანაში ხდებოდა. იმ წერილებში, რომლებსაც მიგზავნიდნენ, ხალხი ამ გრძელი რიგების ფოტოებსაც მიყრიდა და მეუბნებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს ყველაფერი. ისინი გაძლევენ იმედს. დიახ, რადგან პუტინის პროპაგანდა ცდილობს ყველა დაარწმუნოს როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში, რომ რუსული საზოგადოება მონოლითურია, რომ ყველა უჭერს მხარს პუტინს და ომს. გასაკვირველია, ის არ დაუშვეს არჩევნებზე, როგორც ყოველთვის ხდება რუსეთში. მაგრამ ამის წყალობით ხალხმა უეცრად დაინახა, რომ არსებობენ ჩემნაირი ადამიანები, რომ ისინი არ არიან მარტონი. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ისტორიკოსიც ხართ. მაინც რა განცდა გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ციმბირში გიშვებდნენ ციხეში, რადგან ციმბირის შესახებ ცივი ომის საბჭოთა კავშირის დროიდან ხსმენია და
მის ხსენებაზე მაშინ თვალწინ გვიდგება სისასტიკე, არა ადამიანობა და სიკვდილი. რა იფიქრეთ თქვენ, როცა ეს გაიგეთ და რას გრძნობდით ციმბირის ციხეში? ალბათ არ ქონდათ გამოსვლის იმედი, რადგან 25 წელი ქონდათ მისჯილი. დიახ, დარწმუნებული ვიყავი, იქ მოვკვდებოდი. გასული წლის პატიმართა გაცვლა უბრალოდ სასწაული იყო. მხოლოდ ასე შემიძლია ვუწოდო. თუმცა როგორც ისტორიკოსს, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა და ციხეში კიდევ ერთხელ გადავიკითხე საბჭოთა დისიდენტების მემუარები, სტალინის პერიოდის ლიტერატურა, რასაკვირველია სოლჟენიცინი და შალამოვი, ასევე მე-19 საუკუნის წიგნებიც. ის ქალაქი, სადაც ციხეში ვიჯექი, მაგალითად ომსკი, დიდი ქალაქია დასავლეთ ციმბირში. სწორედ იქ იყო დატუსაღებული დეკაბრისტების ნაწილი მე-19 საუკუნეში. იქ იჯდა ციხეში დოსტოევსკიც, ასე რომ მისი მკვდარი სახლის ჩანაწერები ომსკის ციხეში მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს. რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, ომსკის ციხეში დროებით იჯდა სოლჟენიცინიც და ასე შემდეგ, რამაც ნამდვილად გამაოცა. ის იყო, რომ ყველა წვრილმანიც კი ზუსტად ისეა იქ დარჩენილი, როგორც კომუნისტების დროს იყო. მაგალითად, ალექსანდრ სოლჟენიცინი თავის პირველ წრეში აგვიწერს, რომ პატიმრები მოსკოვიდან ციმბირში კუიბიშევის დროებითი ციხის გავლით მიჰყავდათ. ახლა კუიბიშევს სამარა ჰქვია, ძველი სახელი დაუბრუნეს. სწორედ ეს გზა გავიარეს სტოლიპინის დროინდელი ვაგონებით, რომელთაც რუსეთში პატიმართა გადასაყვანად იყენებენ და რომლებიც საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა. არსებობს ასეთი აზრი, თითქოს ყველა ისტორიკოსს ქვეცნობიერად სურს, რომ საკუთარ თავზე გამოცადოს, რასაც სწავლობს. როგორც მივხვდი, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საკუთარ სურვილებთან, რადგან შეიძლება აგიხდეს. დარწმუნებული ვარ, თქვენ სწორედ ეს გიტრიალებდა თავში მაშინ, როცა გეგონათ განწირული იყავით, რადგან თან ფიქრობდით, ეს ხომ თავად წარმოვიდგინეო. ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რით სრულდება ასეთი ამბები. ვიცით, რომ არც ერთი რეჟიმი არ გადარჩენილა. ყველა დაემხო. მეფის რეჟიმი დაემხო, კომუნისტების რეჟიმი დაემხო და ესეც, პუტინის რეჟიმიც აუცილებლად დაემხობა ოდესმე. შეიძლება ეს 5 წელიწადში მოხდეს, შეიძლება 3 თვეში. ლენინმა თავის ცნობილ ციურიხის გამოსვლაში 1917 წლის იანვარში თქვა, რომ ჩვენ ხანში შესულები ვერ მოვესწრებით რევოლუციასო. ის კი 6 კვირაში მოხდა. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ ევროპულ საუბრებში. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ.